მოგესალმებით, ჩემო ძვირფას მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემაზე, რას მოიტანს და რას წაიღებს თქვენი რეალობიდან დღევანდელი დღის 11 ივნისის სავსე მთვარეობა. ვარიანტი სულ გვექნება 2, უნდა აირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც მეტად მოგიზიდავთ და ვნახოთ აბა რა მოაქვს და რა მიაქვს დღევანდელი დღის 11 ივნისის სავსე მთვარეობას თქვენი რეალობიდან. ვნახოთ აბა პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. ორ ვარიანტიანი გვაქვს გაშლა, როგორც ხედავთ და პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა და მეორე ვარიანტისთვის მოდით იყოს აი ასეთი ქვა. იმედი მაქვს, კარგად ჩანს ორივე ვარიანტი. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც, მე თქვენ გადროვებთ. და მეგობრებო, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ როგორც ეს პოსტი, ანუ ეს ვიდეო, ასევე ვისაც არ გაქვთ მოწონებული ჩემი გვერდიც და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. და პირველ რიგში რა მოაქვს? და მოაქვს არკანი ეტელი. უპირველეს ყოვლისა, ეს შესაძლოა იყოს პირდაპირ გაგებით მოგზაურობა, ადგილმდებარეობის შეცვლა, მაგალითად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა, მაგალითად ერთი ქალაქიდან ან ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა, ან სულაც ერთი საცხოვრებლიდან მეორეში, ხო? მაგრამ ეს უფროსი არკანი არის, ამიტომაც მეტყველებს რაღაც საბედისწერო და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. ხვდებით ხომ? ცხადია, ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, ვიღაცისთვის ქვეყნის შეცვლა იქნება, სულაც ვიღაცისთვის ეს იქნება უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა, დაუშვათ ხო, ქირიდან რაღაც მსგავსი ეპიზოდი. მაგრამ აქ ჩანს მგზავრობა და ადგილმდებარეობის შეცვლა. და რა თქმა უნდა, უმეტესობასთან რეზონირდება როგორც უბრალოდ რაღაც თუნდაც ხანმოკლე მოგზაურობა, რომელიც როგორც მინიმუმ შეცვლის თქვენს შინაგან მდგომარეობას, თქვენს მენტალურ მდგომარეობას, სადღაც თქვენს სოფლმხედველობასაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვეხებით ისეთ გლობალურ ასპექტებს, როგორიც არის ქვეყნის ცვლილება, ან ქალაქის ცვლილება, ცხადია, ასეთ ცვლილებებთან ერთად ჩვენი შინაგანი მდგომარეობაც ყოველთვის იცვლება, მაგრამ თუ ჩვენ აქ გვაქვს საუბარი მოგზაურობაზე, რაც უმეტესობასთან რეზონირდება, ანუ ამ შემთხვევაში ცხადია, აქ იქნება უბრალოდ შინაგანი მძლავრი ცვლილებები, რომლებიც დაგეხმარებიან იმაში, რომ რაღაც ახალი გაანალიზოთ, სხვა კუთხით შეხედოთ და ცხოვრებისეულად წინ წახვიდეთ. კარგით, და რა მიდის თქვენი რეალობიდან? პირველი ვარიანტი. რა მიაქვს ამ 11 ივნისის უკაცრავად სავსე მთვარეობას თქვენი რეალობიდან? და ეს არის არკანი თასების სამიანი. ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ აქ ჩვენ ვეხებით ადამიანებთან კომუნიკაციებს, ნამდვილად პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ადამიანთან, რომელთანაც ახლა ამ ეტაპზე გაქვთ მეგობრული ან კოლეგიალური ურთიერთობა, მასთან ამ ურთიერთობის გაწყვეტა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა. კიდევ მინდა დავამატო აქ არკანები, რაც ეხება ეს ენერგია. კონკრეტული ადამიანი არის თქვენს რეალობაში, რომელსაც როგორც მინიმუმ რამდენიმე წელია რაც იცნობთ. თითქოს უმეტესობასთან ეს რეზონირდება როგორც არც ისე სასიამოვნო ნათესავი, ან არც ისე სასიამოვნო ბავშვობის მეგობარი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთის მხრივ კი ბატონო შეიძლება გსიამოვნებდეთ ამ ადამიანთან კომუნიკაციაც, საუბარიც და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს.
თითქოს ადამიანი ცდილობს რაღაცნაირად აი გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მეტად მოდის ზურგში დანები, დეპრესიული მდგომარეობები გამოწვეული მისი ქცევებიდან, ყალბი სიტყვები, მწარე სიტყვები და ზუსტად ამ ადამიანის მოშორება იქნება აქ, მეგობრებო. და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაღაც ცუდი არის, კი ბატონო, ერთის მხრივ შეიძლება არც ისე სიამოვნო იყოს, მაგრამ მაინც იქნება ამ ადამიანის მოშორება, ან თქვენ სივრცეში ასეთი ვირთხის გამოვლინება. ანუ ადამიანი თავისთვის გაუაზრებლად გამოავლენს საკუთარ რეალურ სახეს. სულ ეს არის მეგობრებო, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. და მეორე ვარიანტი თქვენთან მოდის პენტაკლების რაინდი. პირველ რიგში ეს შესაძლოა იყოს რაღაც მოულოდნელი, საჩუქარი მოულოდნელი ვიზიტი კონკრეტული პიროვნებისგან, ასევე შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, რაღაც კარიერული წინსვლა, კარიერული ასპექტებით სასიხარულო ამბები, მაგალითად ახალი კლიენტურა, ახალი აუდიტორია, ზოგადად ახალი ადამიანები თქვენ სივრცეში, რომლებიც დაგეხმარებიან კარიერულად, ხო? ასევე ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენს რეალობაში გამოჩნდება კონკრეტული ადამიანი, რა განზრახვებით არის ეს ადამიანი, მოჰყავს სავსემთვარეობას თქვენთვის კონკრეტული ადამიანი თქვენს რეალობაში. რა განზრახვებით არის ეს ადამიანი, აბა ვნახოთ. არკანი ქურუმიკაცი და არკანი ძალა. ნუ ეს ადამიანი თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შინაგანი პოტენციალი, გამოავლინოთ თქვენი შინაგანი და მათ შორის თქვენი სულიერი ძალაც კი, იმიტომ რომ აქ ორი უფროსი არკანი ყავს, ასევე ეს არის საბედისწერო მოვლენა. კი ბატონო, ესეც როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში იყო, რადგანაც აქ ორი უფროსი არკანი ყავს, მაგრამ იცით, უმეტესობასთან, ახლა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, აქ რეზონირდება როგორც თქვენი კარიერული ან თქვენი ინდივიდუალური ფინანსური ზრდა, რომელიც მოგიტანთ საბედისწერო ცვლილებებს და ეს ცვლილებები ძირითადად იქნება შინაგანი, იმიტომ რომ გამოვლინდება მაქსიმალურად თქვენი შინაგანი პოტენციალი, თქვენი შინაგანი ძალა, თვითდისციპლინა და სხვათა შორის სულიერადაც უფრო განვითარებული იქნებით. თითქოს თქვენი ცნობიერი გახდება უფრო ფართო, უფრო განვითარებული, უფრო გასაგები, ასე ვთქვათ, თქვენთვის და ახალ რეალობაში გადადიხართ, მეგობრებო. კი ბატონო, ბევრისთვის აქ რეზონირდება როგორც კონკრეტული ადამიანი, მაგრამ უმეტესობისთვის როგორც თქვენ თავად, რომელიც გადახვალთ ახალ საფეხურზე. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს ახალ საფეხურზე გადასვლა. ახლა კი დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მიდის მეორე ვარიანტი თქვენგან ამ სავსემთვარეობის წყალობით, რა მიაქვს ამ სავსემთვარეობას. კვერთხების ექვსიანი, თასების პაჟი, პენტაკლების მეთქი, ფორტუნას ბორბალი, პენტაკლების ბორბლის თქმა მინდოდა რატო ფას. ხმლების ოთხიანი, თასების მეფე, ხმლების ცხრიანი. ძალიან ბევრი რაღაც მიაქვს, მინდა გითხრათ, უფრო მეტი მიაქვს კიდევაც, ვიდრე მოაქვს და პირველ რიგში აქ მე ვხედავ სიუჟეტს, სადაც ამ სავსემთვარეობას მიაქვს კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები, ან ადამიანთა დაჯგუფება სულადაც, რომლებსაც თქვენზე აქვთ ზეგავლენა და ამ ზეგავლენით, ამ დომინანტობით ძალიან ნეგატიურად სარგებლობენ თითქოს და უმეტესობასთან ცხადია ეს არის უფრო მეტად ემოციური ზეგავლენები, მაგრამ ბევრთან რეზონირდება როგორც ვიღაც უფროსი, მაგალითად ხო, სამსახურში ან ვიღაც ასეთი ადამიანი, იმიტომ რომ თითქოს თქვენ ამ ადამიანისგან ბოლომდე მაინც ვერ მიდიხართ. და ეს ადამიანი მუდმივად გეჯიბრებათ, მუდმივად
იგებს კიდევაც და მუდმივად რაღაცნაირად ცდილობს, რომ ემოციურად დაგთრგუნოთ, ემოციურად დაგანგრიოთ. კი ბატონო, ზოგ თქვენგანთან რეზონირდება, როგორც გაუაზრებლად შეიძლება ადამიანი აკეთებდეს ამას, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება, როგორც ადამიანი ძალით და გააზრებულად განგრევთ. და თანაც ძალიან უცაბედად იცის გამოჩენები. და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს სავსემთვარეობა მაქსიმალურად სამართლიანად დაალაგებს ყველაფერს თქვენს შორის, უბრალოდ ამ პროცესების საწყისი ეტაპი წავა მოძრაობაში, ხო? და პირველ რიგში ამ ადამიანს დაუბრუნდება ბუმერანგი თავისი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, თქვენ იგრძნობთ ამ ადამიანისგან უფრო მეტ დაცულობას. იგრძნობთ იმას, რომ თქვენ ახლა უფრო დაცული ხართ, ვიდრე აქამდე იყავით. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.